ესლა ვხვდები, რატო არ მოწონთ ზოგ-ზოგიერთებს ჩემი ფერადი ვიდეოები. მთელი ქართული YouTube არის იასამნისფერი. ფანტაზია აღარ აქვს. გეიმერებს და ზოგ იუთუბერებს უცხოელებს დაუნახეს ერთი იასამნისფერი ფონზე და მთელი ქართული YouTube გახდა იასამნისფერი. ერთ რჩევას მოგცემთ და ძალიან გთხოვთ. როგორც გინდათ ისე მიიღეთ. პაპაჩომო ჩემთვის ძალიან მეიასამნისფერება ვინ რას იზავს, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში. ესე შორი თვალიდან და უფრო კოლორისტის თვალიდან დანახულს გეტყვით. არანაირი პრობლემა ამ ფერზე არ არის. ზოგადად პრობლემა იქნება ამ ფერზე მაშინ, როდესაც სახეზე ინათებთ ხოლმე იასამნისფერს და შემწვარი ჩაბრაწული გოჭებივით რო გაქვთ ხოლმე ეს სახის კანის ფერი, ზუსტად ეგ არის უბედურება თორე. ეს შუქი უბრალოდ აიღეთ და უკან ბექგრაუნდზე მიმართეთ და არანაირი კავშირი არ უნდა გქონდეს სახესთან. აქ საერთოდ იასამნისფერი არ უნდა გქონდეს. სახის კანის ფერზე არ უნდა მოგხვდეს იასამნისფერი, იმიტომ რომ ჩვენ სკინტონში ურევია ვარდისფერიც, სტაფილოსფერიც, ყვითელიც. იასამნისფერი, როდესაც გვხვდება, მთლიანად გადააქვს და არის ყველაზე შხამიანი ფერი. ან გაუშვით უკან ბექგრაუნდზე მთლიანად და საერთოდ ან არეკლიც არ უნდა გქონდეთ სახეზე, ისე უნდა გაუშვათ. ან კიდე შეცვალეთ ფერი. საშინელებაა. ან მეტი ფანტაზია არა გაქვთ, ან მეტი ფერი არ იცით, ან ბავშვობაში ფერადი ფანქრები არ გქონდათ. რაღაცა ქენით. სირცხვილი.